სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისა წმინდისათა. მეგობრებო, ყველას გილოცავთ გიორგობას, დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან ერთად წმინდა გიორგის მადლი და ძალა შეგეწიოთ. გაგაძლიეროთ რწმენაში და სიკეთეში. უფალი გფარავდეთ. მეგობრებო, ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ, 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს დღეს მისი ბორბალზე წამების დღეა. წმინდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევა შემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. წმინდა დიდებული, დიდმოწამე, ძლევა შემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განწესდა მხედრად. ახალმა მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმინდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი გამგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველ ქრისტეს მიმდევართა დასაჯელად და თავის მხრივ ხარდაჭერაც აღუთქვა. მეგობრებო, წმინდა გიორგი მეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ ყოფსაც მოუწოდა. მიიღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარმდგარ ვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის. რა არის ჭეშმარიტება? კითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ იყო. ანუ თქვენს მიერო იყო ასეთი პასუხი, ხო? თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვებით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. წმინდა აღსარებელმა მტკიცედ მიუგო, ვერავითარი ამ სოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმინდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს. მეორე დღეს ნაწამები წმინდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს.
უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე შენს მიერ გვემული. ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე ბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის מחვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერულმა წმინდანმა ჯერ ხმამაღლა ხადა უფალს, შემდეგ კი დადუმება აირჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო. უბრძანა ჩამოეხსნა სხეული ბორბლიდან, თვითონ კი აპოლონის ბომოს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად. მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა. ჭექა ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა ცოტა ხნის შემდეგ, მაღლიდან მოისმა ხმა, ნუ გეშინინ გიორგი, მე შენთანა ვარ. ბორბალთან უჩვეულე ნათლით მოსილი ჭაბუკი გამოჩნდა. ხელი შეახო მოწამეს და უთხრა, გიხაროდენ და გაუჩინარდა. წმინდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანისსა ჭეშმარიტ ღმერთს. ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმინდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა. ვერც მისამე ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარე სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმ წამსვე დიოკლეტიანესგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი. მცველებს სასწრაფოდ ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში. ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმინდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს. ხოლო როცა 3 დღის შემდეგ კარი ამოყარეს და წმინდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილემდე. მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმინდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისეთ ცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმინდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგს ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე 200 მისცა მოწამეს. პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.
მისნის რჩევი დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის უბრძანა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრედით. წმინდანი საფლავთან მიიყვანეს, მან უფალს შეღაღადა, უფალო იესო, წინაშე შენსა წარმომდგარ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ ყოვლად ძლიერი მეუფე ჩვენი. მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი თვით იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმინდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამზვირებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც. წმინდა გიორგი და კი კვლავ საპრობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს. იმ ღამეს წმინდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავისი მოწამეს და უთხრა, ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს. დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმინდა მოწამეს თაყვანი ეცა კერპებისთვის. წმინდა გიორგი დათანხმდა ბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე. ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვარა იგი სასწრაფლოში, წმინდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა, ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა. ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმინდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმინდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა, როცა ნახა, რომ წმინდა გიორგი სასიკვდილოდ მიყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესგან სიკვდილის მისჯილი, უკაცრავად სიკვდილ მისჯილი სიხარულით გაყვა გვერდით საყვარელ წმინდას. მეგობრებო, დასჯის წინ წმინდა გიორგი მთელი გულით შესთხოვა უფალს, შენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა ჭეშმარიტ რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრი კაქედი ჯალათის მახოს. ესე იგი მეგობრებო აღესრულა 303 წლის, ესე იგი და 303 წელს, ხო? ანდერძისამებრ წმინდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმინდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში ქალაქ ლიდაში.